ნიადაგი სოფლის მეურნეობის უმთავრესი რესურსია. ის უზრუნველყოფს მოსავლის ზრდას, პროდუქციის ხარისხს და საბოლოო ჯამში ჩვენი სურსათის უსაფრთხოებას. თუმცა ინტენსიური დამუშავების, ქიმიური სასუქებისა და პესტიციდების გადაჭარბებული გამოყენების შედეგად ნიადაგის ნაყოფიერება დროთა განმავლობაში კრიტიკულად მცირდება. ის კარგავს თავის ბუნებრივ სტრუქტურას, იფიტება და მისი პროდუქტიულობა მნიშვნელოვნად კლებულობს. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას საქართველოს მრავალ რეგიონში, სადაც ნიადაგის ეროზია და დეგრადაცია სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. დღევანდელ რეალობაში, როდესაც ვსაუბრობთ მდგრადობაზე და კლიმატის ცვლილებების მზარდ საფრთხეებზე, როგორიცაა გახშირებული გვალვები ან ძლიერი ნალექი, ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. ეს არ არის უბრალო აგროტექნიკური ღონისძიება, ეს არის სტრატეგიული ინვესტიცია მომავალში, რომელიც უზრუნველყოფს არა მხოლოდ უხმოსავალს, არამედ იცავს ჩვენს გარემოს და ამცირებს კლიმატის ცვლილებების ზემოქმედებას. ამ პროცესის ცენტრალური ელემენტია ორგანული ნივთიერებები, ნიადაგის სასიცოცხლო კომპონენტი, რომელსაც შეუძლია მისი თვისებების ფუნდამენტური გაუმჯობესება. დღეს ჩვენ სიღრმისეულად განვიხილავთ, რა როლი აქვს ორგანულ ნივთიერებებს ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენაში და რა პრაქტიკული, მეცნიერული დასაბუთებული მეთოდები არსებობს მათი დაგროვებისთვის თქვენს მეურნეობაში, ქართული ნიადაგების სპეციფიკის გათვალისწინებით. ორგანული ნივთიერებები – ეს არის მცენარეული და ცხოველური ნარჩენებისგან წარმოქმნილი კომპლექსური მასალა, რომელიც ნიადაგის ნაყოფიერების ქვაკუთხედს წარმოადგენს. ის მოქმედებს როგორც ნიადაგის კვების ბანკი, თანდათანობით ათავისუფლებს საკვებ ნივთიერებებს და არქიტექტორი, რომელიც ნიადაგის სტრუქტურას აუმჯობესებს. ამასთანავე ის არის ეკოსისტემა მილიარდობით მიკროორგანიზმისთვის, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებენ. ნიადაგში ორგანული ნივთიერებების დაგროვება უზრუნველყოფს წყლის შეკავების უნარის მაქსიმიზაციას. ორგანულ ნივთიერებებს შეუძლიათ საკუთარი წონის 20-ჯერ მეტი წყლის შეკავება. ეს გადამწყვეტია გვალვის რისკის ქვეშ მყოფი რეგიონებისთვის, რადგან ნიადაგი დიდხანს ინარჩუნებს ტენიანობას, ამცირებს მორწყვის საჭიროებას და იცავს მცენარეებს სტრესისგან. ის აგრეთვე უზრუნველყოფს საკვები ნივთიერებების მუდმივ მიწოდებას. ორგანული ნივთიერებები ეტაპობრივად გამოთავისუფლდება. მიკრობული აქტივობის შედეგად მცენარეებისთვის ხელმისაწვდომ ფორმაში გადახავს აუცილებელი მაკრო და მიკროელემენტები, მაგალითად აზოტი, ფოსფორი, კალიუმი, რკინა და თუთია. ეს ამცირებს ქიმიურ სასუქებზე დამოკიდებულებას და მათგან გამოწვეულ ნიადაგის მარილიანობას. მოკლედ, ორგანული ნივთიერებები არის გასაღები ნიადაგის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის, რაც აძლიერებს მის პროდუქტიულობას, მდგრადობასა და კლიმატგამძლეობას. ნაყოფიერი ნიადაგი უზრუნველყოფს მცენარეთა ოპტიმალურ კვებას და ზრდას. შედეგად ვიღებთ უფრო უხვ, ჯანსაღ და რაც მთავარია, მაღალი ხარისხის პროდუქციას, რომელიც ბაზარზე კონკურენტუნარიანია და უფრო მაღალ ფასად იყიდება. ქიმიურ სასუქებსა და პესტიციდებზე დამოკიდებულების შემცირება პირდაპირ აისახება საოპერაციო ხარჯების მნიშვნელოვან შემცირებაზე, რაც ზრდის თქვენი მეურნეობის მომგებიანობას. ნიადაგი, რომელიც მდიდარია ორგანული ნივთიერებებით, მოქმედებს როგორც ნახშირბადის რეზერვუარი, რაც ხელს უწყობს სათბურის გაზების ატმოსფეროდან შთანთქმას და კლიმატის ცვლილებების შერბილებას. ჯანსაღი ნიადაგი უზრუნველყოფს თქვენი მეურნეობის პროდუქტიულობას 10 წლეულების განმავლობაში. ეს არ არის მხოლოდ ერთჯერადი მოსავალი, ეს არის ინვესტიცია, რომელსაც მომავალ თაობებს დაუტოვებთ. ნიადაგის პროდუქტიულობის აღდგენის პროცესი მოითხოვს სპეციფიკურ ცოდნას, თანმიმდევრობას და პროფესიონალურ მხარდაჭერას. ამ რთულ, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გზაზე თქვენ მარტო არ ხართ. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც დაგეხმარებათ ამ პროცესის ეფექტურად განხორციელებაში. ნიადაგის ანალიზი ზუსტად განსაზღვრავს თქვენი ნიადაგის ამჟამინდელ მდგომარეობას, ორგანული ნივთიერებების შემცველობას, pH დონეს, საკვები ნივთიერებების ბალანსს და პოტენციურ დეფიციტებს. ეს არის თქვენი ნიადაგის სამედიცინო ბარათი, რომელიც პრობლემებს ზუსტად გამოავლენს. ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით ჩვენი გამოცდილი აგრონომები შეიმუშავებენ სპეციალურ გეგმას ნიადაგის გასაუმჯობესებლად, რომელიც გაითვალისწინებს ნიადაგის ტიპს, კულტურებსა და რეგიონალურ თავისებურებებს. კალო დაგეხმარებათ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში, როგორიცაა ჭკვიანი სენსორები ან ავტომატიზირებული სისტემები, რაც ხელს შეუწყობს ნიადაგის ნაყოფიერების გრძელვადიან შენარჩუნებას და თქვენი მეურნეობის ოპტიმიზაციას. ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენა ეს არ არის მხოლოდ აგროტექნიკური ამოცანა. ეს არის გლობალური პასუხისმგებლობა და ეკონომიკური აუცილებლობა. ეს არის ინვესტიცია, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მიწის ნაყოფიერებას მომავალი თაობებისთვის, იცავს გარემოს და ქმნის მყარ საფუძველს მდგრადი და მომგებიანი აგრობიზნესისთვის საქართველოში. ვიზრუნოთ ნიადაგზე, ის იზრუნებს ჩვენზე, ვიზრუნოთ მომავალზე ერთად.